მუშაობას. არის პროცესის იცნობთ რამდენიმე საკითხია. პირველი არის შევმაგწედანდება რომ ეს ერთ საკითხი არის რომელიც როცა პროცესის შემდგარი იყო. შემდეგ შემოიტანა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა განცხადება გადადგომის შესახებ და ეს მექანიკურად უცნობად უნდა მივიღო და დავაკმაყოფილოთ რომ ფაქტი შედგეს ახლა აქ ჩვენი გადაწყვეტილება შუაში არ არის და რეგლამენტით ესეა რომ მის დაცვად მოვალეობა შეასრულებს პირველი მოადგილე ქალბატონი ეკატერინე შაინიძე. ასე რომ მოხრე ხარ პირველი საკითხი და ცნობად მივიღოთ და მე უნდა რომ ცნობად უნდა მივიღოთ ალბათ ხო? ანუ ხო ის რადგან უნდა დავნიშნოთ კენჭისყრა. მე მინდა რომ ლადოს მადლობა გადაუხადო ჩვენ ესეთი გადანაყოფიერად ვითანამშრომლებთ ეს მისი გადაწყვეტილება მართალი გითხრათ. მოდელი არის თუ არ ვწდები იქ ნოემბერში ინიშნებოდა ისედაც ახალი არჩევნები იყო დანიშნული და ალბათ როცა დაინიშნა არჩევნები მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასე რომ თქოთ რომელსაც ვინც არის თანახმა რომ ქალბატონმა ეკატერინემ შეასრულოს შეიძლება შეკითხვა დაგისვათ ბატონო ასე მე თანეთ გასაგებია მადლობა ამ ინფორმაციისთვის უბრალოდ კითხვა მაქვს რამე ხო არ ვიცით მას ხო არ უთქვამს ვინმესთვის რამე სხვა მიზეზი ხო არ არის ან საერთოდ ესეთი არ არის ხა ესეთი მარტივი საკითხი და რამე ხო არ ჯობდა რომ თქვა დავლაპარაკებოდეთ ან ეთქვა ხა რა თქმა უნდა მას შეუძლია არც არაფერი არ გითხრას დაწერა განცხადება წავიდა მაგრამ ხა მე მაგათა კითხვა გამიჩნდა რომ რამე სხვა მიზეზი ხო არ არის თუ თქვა ეს სამეორო საბჭოსთვის მისაღებია შეიძლება თხოვოთ რომ გითხრას თავისი აზრი მადლობა გადაუხადო და წავიდეს კაცი მაგრამ თუ დაუშვათ არ გადაწყვეტს მე რა თქმა უნდა მე მაქვს უფლება და მე თვითონ მივწერწ კითხვას დაუსვამ რატო რამე მიზეზი ხო არ არის მაგრამ მაინც ეს რახან დირექტორია მე მგონი ჯობია რომ გითხრას თავისი მოსაზრება რა მე ესე ვფიქრობ რა ვიცი დანარჩენი რა თქმა უნდა მადლობა ჩვენი გადასაწყვეტია ზოგადად მაგრამ ნუ აი ეს არის ჩემი ასე ვთქვათ ვისაც რამე შეგიტყვა მე პიროვნულად ვისაც რამე შეგიტყვა შეუძლია დაუსვას ადამიანმა დაწერა გაცხადება და გადადგა გაზდიოდა ვადა ისედაც ფაქტ ჩვენ გამოვაცხადეთ წინაზე ასე რომ აქ არ მგონია ხა რაღაცა დიდი ის იყოს მადლობა გადაუხადეთ ცხადია და საკვირა რჩება ბანო ხო ალბათ არ ვიცი ახლა ეს აპირებს არაპირებს ეს შემდეგი საკითხია ნუ ვისაც რამე აპირებს თვითონ შეუძლია გაგრძელოს როცა ადამიანი წერს გაცხადებას ის გადავიდა ჩვენ ახლა ამ წუთში მე საკითხს უკაცრავად კეთისხლაზე ვაყენებ რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავდეს და არ იყოს იქ არ შეიქმნას ვაკუუმი ერთი დირექტორი წავიდა მეორე უნდა დავაკისროთ მოვალეობას სანამ ახალ დირექტორს არ ავინიშნოთ ვინ არის მომხრე პატრავად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ვინ ასრულებს არ ვიცნობდეთ სახეზე მაინც ერთით ვინ არის მომხრე მიღებული არის შემსრულებელს სამეორო საბჭოს წევრი ახლა მე არ ვილეთ უნდა იცნობდეს წესით ის არაერთ გზის წარმომდგარა და გაუკეთებია ჩვენთან ასე ვთქვათ მოხსენება და ასე შემდეგ ნუ თუ ვინმე არ იცნობს ეს ასევეა და შეგიძლიათ რომ გაიცნოთ და მეგეუბნებით რომ რამე ისეთი განსაკუთრებული არ გვიქნია რაც რეგლამენტით არის დაგისრებული მასზე გადადის მოვალეობა ჩვენ რომ დავადასტურეთ ან თქო დაანჩენ ახლა შეგიძლიათ გაიცნოთ და კიდევ უფრო ახლოს გაიცნობთ ჩვენ მასთან ძალიან ახლო და საქმიანი ურთიერთობა გქონდა თითქმის 1 წელიწადია კაი ბატონო ხო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი მიერ სამეორო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ სამსახურო ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა აქვე უნდა გითხრათ რომ დასაბუთებულ პასუხს ითხოვს ნახე ორი ისა
თუ შეიძლება რა იყო ორი წევრი ითხოვდა დღის წესრიგში საკითხის შეტანას და ეს რეგლამენტიდან გამომდინარე სარგებლობდა გარდა ვადითაც და არ შემიტანია დღის წესრიგში ეგ საკითხი ბატონო და თქვენ წერილს და ბატონო დებულებას გულისხმობთ ალბათ ხო არ შევიტანია დღის წესრიგში და ჩემი არგუმენტია გარდა მაგისა იქ უნდა გითხრათ რომ თქვენ აყენებთ შესაძლო გაფრთხილებად მივიღოთ ესე რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დააყენებთ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხს ეს რეგლამენტით რასაკვირველია შეგიძლიათ ორი წევრი ხართ მესამე წევრი თუ გამოჩნდება შეგიძლიათ გააგრძელოთ ასე რომ თქვენ სხვა საკითხზე ამბობთ მე თქვენ ამბობთ ქალბატონ თინას ხო და ერთად არის არა ის სხვა თემა ის დებულებას ის ხო კი პასუხეთ ახლა ამაზე ერთად პასუხობ და შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ თქვენ ესე ჩვენი გარკვეული ხართ და რომ ვიცოდეთ იქ ორი წევრი ხართ სამი წევრი უნდა არა ელენე სამი წევრი უნდა და ასე შემდეგ მე ამავე დროს დასაბუთება თუ გაინტერესებთ უნდა მოგახსენოთ რომ სანამ პირდაპირ გითხრათ მე რეგლამენტით სარგებლობდა მე ერთი ვცდილობდა თუ მე შეიძლება იმ წუთში ვასწორებ ხოლმე და იურისტებს ვეკითხები მაგრამ სანამ თქვენს მიერ გაგრძელდება ეგრეთ წოდებული 1/13 მიერ როცა დაირქვით თუმცა სინამდვილეში ოდნავ ნაკლები ხართ ვიდრე 1/13 მაგრამ გაგრძელდება ხან ეს ბოიკოტი ხან შეურაცხყოფები ხან რაღაცა დესტრუქციული ქმედებები მე ვისარგებლებ იმ რეგლამენტით რაც არის ასე რომ ამაზე დრო არ დავხარჯოთ უბრალოდ აი ეს არის ჩემი დასაბუთება და შეგიძლიათ თქვენი ბოიკოტი სად იყო უბრალოდ მაინტერესებს ბოიკოტი თქვენ არ ბრძანდებოდით არა მე ბრძანდებოდი იმ ხმაზე რომელზეც თქვით რომ არ ვარ თუ ეს დისტანციურად ვიყავი მაგრამ წინას ხმაზეც თქვით ბოიკოტი და ბოიკოტი არ არის ერთ საკითხს არ დავესწარით არა მე უნდა გითხრათ რომ ბოიკოტი იყო გამოცხადებული არა არაფერი ბოიკოტი არ ყოფილა ერთ საკითხის ირგვლივ არის სხვაზე ხელი მაქვს მოწერილი მაგალითად თუნდაც წინას ხმაზე შესაბამისად ეს ბოიკოტი არ არის და არ შევიყვანო ეს შეკითხვა მაქვს თქვენთან ბატონოს გავიგე თქვენი პოზიცია უბრალოდ დავაზუსტებ რა ესე იგი პირველი დებულებასთან დაკავშირებით ეს მე მესმის რომ შეიძლება დრო ანუ ეს აქ არის საუბარი ეს ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვების წესი როგორ უნდა იყოს როგორ უნდა ვიმუშაოთ მე მაშინ გითხარით რომ ახან ესეთ პრობლემა იყო როგორ უნდა მოწესრიგდეს და ეს ასე თქვა პროექტი გამოვაგზავნე შეიძლება დრო იყო ცოტა მე მაშინ უბრალოდ მოგიწოდებდით რომ მომავალი სხდომისთვის მომცეთ საშუალება რომ ამ დებულებას წარმოვადგენ ბორდისთვის მოსასმენად და ჩავსვათ მაშინ მომავალში დღის წესრიგში თუ რა იგულისხმება იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ეს ნაბიჯი გადავდგე რა თქმა უნდა ეხლა სამეურვე საბჭო შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს უნდა ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და შეიძლება განსხვავებული მოსაზრებებით მოვისმენთ რაღაცები დავაზუსტოთ ან თლიანად უარყოთ ეს უკვე სამეურვე საბჭოს გადასაწყვეტი იქნება ამიტომ ჩემი წინადადება არის ამ შემთხვევაში ამ დებულებასთან მიმართებით იქნებ მომავალისთვის ეს გაითვალისწინოთ ბატონო ასი. ბატონოშე თქვენ წინადადება მე უნდა მოგახსენოთ რომ დღის ეს რიგი ჩვენთან შედგება დამსიკიდან რეგლამენტის მიხედვით კაცრად განსაზღვრული რეგლამენტით. აი აბსოლუტურად ესე იქნება და წავალთ ეს. მე გითხარით რეგლამენტის რეგლამენტს მე ჩავხედე ადგენს ეს დღის ეს რიგს ადგენს თავმჯდომარე ან და წევთა რაღაც გარკვეული რაოდენობითაც შეიძლება შევიდეს ეს თქვენ კარგად იცით იქითაც მოწვეული სხდომა. თქვენ წინაზეც ეს გააჟღერეთ მოთხოვნაში ეს ერთი. მეორე გითხარით რომ ჩვენ რადგან რეგლამენტს ესე უთითებთ მე არის რაღაცა გარკვეული ურთიერთობათა ფორმა მე დასაკვირველი შემილია ესე იგი რადგან რეგლამენტმა ჩაწერა რომ თავმჯდომარემ შეუძლია რომ მიიღოს ესე იგი თავმჯდომარემ შეუძლია რომ მიიღოს ესეა რეგლამენტით. მეორე ამავე დროს გითხრათ არის ურთიერთობათა ფორმა ასე რომ გითხრათ მე გითხრათ რომ ეს რამე დისკომფორტს ვიქნის არა მე დასაკვირველია მე ამას პრაქტიკულად ესეთი ურთიერთობაც იყო. ესეთი ურთიერთობა ეპისტოლარული ჟანრი თქვენ როგორც ჩანს ეს არის რომ რაღაცა წერთ უმოქმედობაზე და ასე შემდეგ ეს თქვენი უფლება აბსოლუტურად ისევე როგორც თქვენი დასკვნა რომ ისევ გეუბნებით რომ ნუ ახლა გინდა მუქარად ჩათვალეთ გინდა გავთხე მე არც ერთად არ ვიმაჩნია ეგ საკითხი თქვენ უფლება გაქვთ ეს დააყენოთ დღის ეს რიგში რაზეც არის მე წევრებს მინდა უთხრათ რომ
ნუ თუ ეს არ იქნება ესე გაკეთებულიო, მაშინ არა, დავაყენებ მე ეგეთი რამე ამასთან დაკავშირებით ეს სხვა რამეზე ლაპარაკობ. რა მნიშვნელობა აქვს? მე ვსაუბრობ დებულებაზე, ტენდერებთან დაკავშირებით, თუ თავმჯდომარე თქვენ დებულებასთან დაკავშირებით დღის წესრიგში არ შემაქვს ეს სხვა რამ არ შემაქვს თუ მეტი არ შევიტანე ეს საკითხი ხო არც მომავალში აპირებს ნახოთ მომავალში მე შევხედო ხო მეც გავიგე რომ გითხარით ახლა გისაბუთეთ წერია ბალონაშა წერია რომ უნდა დაუსაბუთო და მე გისაბუთებთ რას გისაბუთებთ რომ რატო არ შემაქვს დღის წესრიგში და თქვენთან თანამშრომლობის ფორმას გეუბნებით როდესაც წევრები თუ ხან 3 ხან 2 1 ირჩევენ ესეთ ფორმას ურთიერთობისას კაცრად რეგლამენტით განსაზღვრულს რასაკვირველია და ბოლოში აყოლებენ ასე ვთქვათ მუქარასგან ამიტომ ეს თქვენი უფლებაა რომ თქვათ რომ მე უკრედო ვარ გითხრათ რომ თუ არადა დავაყენებთ მე უნდა გითხრათ რომ მე ზუსტად ესე ვაპირებ რომ გავაგრძელო რო გითხრათ და თქვენ მოგიწოდებთ რომ დააყენოთ კეჭისყრაზე სად არის მუქარა ვერ გავიგე რას მეუბნები მე ეს ძალიან კორექტული ფორმით გამოგიგზავნეთ ამ მუქარა რა შუაში საერთოდ ამასთან კავშირში მუქარა საწერია არ გეუბნებით რომ ხო მეუბნებით რომ დავაყენებთ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის მე ჯერ ერთი ესე არ დამისვენ საკითხს რანაირად ეს სხვა საკითხია დებულება არის ის რაც გითხარით დებულება გითხარით ბალონაშა თქვენ ხობა არ გიჭირთ ხოლმე გაგება როცა გითხარით ამასთან დაკავშირებით დღის ბატონ ბაზოზაზე თქვები დაგესა დღის წესრიგში შემაქვს მე საკითხი თავმჯდომარეს გასაგებია წერი არიელენ ესეა ხო გარდა მაგისა, ახლა მეორე საკითხი აბიდო. გითხარი და უნდა დავასაბუთო. ვასაბუთებ რატო არ შემაქვს დღის წესრიგში? ერთი გასა გემუქრეთ, არავინ არ გემუქრეთ. კი არ გემუქრებით, მაგითო კი არა. ესეთი ტონით ურთიერთობები და შეულებრივად მოვიწერე ძალიან კორექტული ფორმით დებულებასთან დაკავშირებით. წავიკითხეთ ერთი მეკითხოთ ერთი წუთი. დებულებასთან დაკავშირებით, არა, დებულებასთან დაკავშირებით. გავიგე ერთი წუთი. თქვენი ამბავი. წავიკითხეთ ერთი ასაცვე გეუბნებით ის ნაწილი. მე არ ვიცი რა დავწერე კაცო. რა ვიცი რა და გემუქრეთ ბატონო და მემუქრეთ ახლა გითხარით გამაფრთხილეთ რა და მითხარით რა და გემუქრეთ რაღაც მეც ცოტა შევშინდი რაღაცა იმის ნუ გეშინია თქვენ ხო რაღაცა გეშინეთ არა მე შინი მედი სამეურვე საბჭოსთვის მიმართვაში არის მითითებული რომ თუ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის მოვალეობის შეუსრულებლობა შეიძლება გამოიწვიოს მისი უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს, თუ უმოქმედობა გაგრძელდება. ასეთი არის სამართლებრივ დასაბუთებაში. არა, ეგ ეხება, ამას არ ეხება, ეგ სხვა საკითხს ეხება. და ეგ არის დირექტორის სამსახურებრივი ბარათის დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე საკითხის დასაბუთება. ხო, გასაგებია. ხო, მანდ ეგ არის იურიდიული ლოგიკა, მე კი არ გემუქრე. გააგრძელეთ ხო, გითხარით, ეგ მოხლის. რას ვაბა, ხო, არა, თუ თქვენს გააგრძელეთ, ეგ შეიძლება ავტომატურად იყოს, მაგრამ ამაზე ეს დებულებასთან რა კავშირშია, როცა საუბარი არის როგორ დავამტკიცოთ მომავალში ტენდერები მილიონიანი ამაზე აქვს საუბარი და ძალიან ხო მილიონიანი ტენდერები როგორ დავამტკიცოთ ჩვენ ამაზეა ეს დებულება გამოგზავნილი აშუაშია ეგ სხვა საკითხია ეს სხვა საკითხია რა კავშირშია ეს ამასთან ბატონო ვასილ რომ შეზღუდოთ გამჭვირვალობის ნამდვილად არ დამიწყია მე ესეთი ტონით რამდენად თქვენ თვითონ ხედავდით ბევრჯერ ვცადე ამეხსენებს სხვა საკითხია რამდენჯერმე ვცდილობ ვიგიმებით რაღაცა მაინც იმას აკეთებთ რომ გინდათ რომ რაღაცა დაძაბოთ სიტუაცია ვერ ხვდები რა მიზანია ჩატარების წესში შევიდეს მეტი გამჭვირვალება. შეიძლება წყარად შვიდათ ტენდერების გამჭვირვალობას უზრუნველყოფ შესყიდვების შესახებ. ვერ უზრუნველყოფს ის ბოლომდე, ბატონო ესა ელენე რა, მაგაშია საქმე. ვერ უზრუნველყოფს და აგიხსნით რატომ და იმიტომ ამაზეა საუბარი. მომისმინეთ, დღის წესრიგში არ შევიტანე ეს ერთი, მეორე დასაბუთება კი იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ იმაზე რასაც მსჯელობთ და არ შევიტანე. ეხლა თქვენ იმოქმედეთ წარმოდგენა რა იცით რაზე მაქვს წარმოდგენა რატომ არა მაქვს რა იმიტომ რომ არ იცით ეგ საკითხი თქვენ თვითონ არ იცით ეგ საკითხი რას ლაპარაკობთ რას ტემპოს მეთამაშებით კაც გეუბნებით ვარ სამეო საბჭოს წევრი მაქვს უფლება შევიმუშავე წინადადება და მინდა შევთავაზო სამეო საბჭოს მეუნებით რაღაცას მემუქრებიო რას გემუქრებით ვერ გავიგებ ტენდერებზე ვლაპარაკობ ახლა
რა გავიარეთ საკითხი? გავიარეთ დღის თქვენ დირექტორი ხართ აქ? აბა ვერ გავინა რაღაც ეკიდან წვერვალიდან რო გველაპარაკებით, კაც სერიოზული საკითხია და მშვიდად უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე, იმიტომ რომ პრობლემა შეიძლება იყოს ჩემი აზრით. რა პრობლემა? არაფერი პრობლემა არ ოდა თქვენ გონიათ რომ არ არის და მე მგონია რომ არის და მაშინ დავილაპარაკოთ მე. და მოიცა თქვენ რო გონიათ ესე უნდა იაროს საბჭო თქვენჭკუაზე? ჩემ ჭკუაზე არ უნდა იაროს საბჭო, მომისმინოს უნდა საბჭომ, იმიტომ რომ ვიშოვე დავწერე გამოგიგზავნეთ. ერთ წუთია თქვენმა სამეო გაიგოთ. ამისთვის ტონით რო ლაპარაკოთ, მომისმინეთ ერთ წუთი. რისთვის? ამისთვის ყოველ მეორეს ხდომაზე ხან ბოიკოტს აცხადებთ. ხან შეურაცხყოფას აყენებთ ადამიანებს. ის ვაყენებ ხან როგორ იქცევთ, ხან მიდიხართ, ხან მოდიხართ, როცა გიდა გადიხართ, როცა გიდა აცდეთ. ესე არ არის შეუბატო თქვენ ჭკუაზე სიარული. ივლით აქ თქვენ ჭკუაზე ვილით ეხლა. არა, რეგლამენტის ჭკუაზე. რეგლამენტის ჭკუაზე და კანონის მიხედვით მოქმედებს ზუსტად რა. როცა რეგლამენტი შემოიტანთ, თქვენი საყვარელი რეგლამენტით. საკითხს და აი როცა რეგლამენტი შემოიტანთ. ხო, რეგლამენტი საყვარელი გახდა ეს რეგლამენტი. აი რეგლამენტით როცა ბატონოზაზე იცი მომისვიდე ახალგაზრდა. როდესაც თვალებში რომ მიყურებ და წინასწარმეტყველებას და მეუბნები რომ სამი კაცი არის 11-ის მე-13-იო. ვინ თქვა ეგ? აი ხა ეს რაღაცა არის მე ასაჯერ ხდება ესე რომ რაც არ მithქვამს იმას ხან ბოიკოტში არ ვარ მეთქე გეუბნებით. მოიცა ერთი 3 წელი იძახეთ რომ რაღაც მოიცა ბოიკოტში როდის ვარ? აი ხა ხალხი იცი არ გითხრათ რა ბოიკოტში ვარ? არა მე-13-ი რო ხარ. ბოიკოტში რო ხართ ეს და რაღაც სამი გაყოფილი ეს დაგავიწყდეთ თქვენ საერთოდ. და დამოუწყე არ მithქვამ საერთოდ ერთი წერილობითი ფორმით მაგიტო გამოგზავნილია რომ ერთი საკითხი არის რის ირგვლივაც ვერ ხვდები მე მაგალითად და ამაზე იყო საუბარი ამ საბჭოს ფორმატში უნდა განვიხილოთ. რაზე უნდა ვიმართლოთ ბოიკოტში აქვს ზუსტად ბოიკოტში როგორ ვარ? სად ვარ ახლა იმაზე ვარ აქ თქვენ ბოიკოტში ვოკაბულეთში ვარ ბოიკოტი ვარო და ბოიკოტი ვარ გამოცხადებული ეს ბოიკოტი მაქვს მე ვთქვი სადმე თქვენ საერთოდ არ იყავით თქვენ ხტომაზე სად არ ვიყავი კაცო იმ ხტომაზე გისმენდით როცა ამბობთ მე აქ არ ვარო და როგორ არ ვიყავი არ გიტყვა მე ვთქვი ბოიკოტიო რას მელაპარაკებით რა დაგეზიზმრათ ეთყო რა ბოიკოტი არა ეხლა ეს მაგ სიტყვას საერთოდ არ ვიყენებ რა ბოიკოტში ვარ არა ვარ ჯერ ეს ერთი და რანაირად ვიტყოდი საიდან მოიტანეთ ეგ რომ მე ვთქვი ბოიკოტში ვარ თო წინაზე გითხარი თუ არა ვარ უბრალოდ უკანონოდ იმაზე არ მონაწილეობ რომ გავდიოდი ზუსტად ეგ გითხარი თუ არა ვარ მეთქი ბოიკოტში ეხლა ეს ხომ მაინც ჩაიწერა რომ თქვას რომ ბოიკოტი არ არის ეს ერთი და ბოიკოტში არ ყოფილხართ კარგი 1/13-ის არ დაგიწერიათ ბოიკოტში როგორ ვარ როცა აგზივარ აი მართლა მაინტერესებს ბატონო ვასი ლოგიკა რა როგორ შეიძლება ბოიკოტში ვიყო როცა მე და თქვენ საუბრობთ ხა წინაზე წინასწარმეტყველზე ბოიკოტში თქვენ ახართ იცით ეხლა აი მართლა ბოიკოტში ერთად მივეცით ხმა აჭარის ეს ბატონი არის ბოიკოტში ეხლა სამეურვე საბჭოსთან რა უბედურებაა ეს რა უბედურება მართლა და მიკვირს რა თქვენგან რა აუცებულები ხართ აუცებული პრინციპში არ უნდა ვიყო მაგრამ მაინც ხანახან მაუცებთ რა აი ეხლა მართლა უცნაურად იქცევით ეხლა ნამდვილად რა ესე იგი მე კიდე ერთხელ ესე იგი ალბათ უყურებ გისმენთ ესე იგი მე-13 რო ხართ ეს არ გითხვა და არც ბოიკოტი არ გითხვა ლაშა ისა ზაზა არც მე-13 არ გითხვა მე-13 სად მithქვამს რა მე-13 მithქვამს რა ვერ ხვდები რა მე თქვენ ის ზაზა ხარ ნამდვილად სამეურვე მე ნამდვილად ის ზაზა ვარ მაგრამ თქვენ თუ ის ვასილი ვდანდები ვერ მაინტერესებს ბატონო ზაზა ეს შეიძლება აბსოლუტურად ერთ წუთი მომისმინეთ მე ხლა ვაცხადებ ერთ წუთი დაუბრუნდეთ იმ საკითხს რაც არის არაფერი ბოიკოტი არ მithქვამს მე ვაცხადებ 3 წუთი შესვენებას ეხლა მე თქვენ წაიგითხავთ 3 წუთის მერე თქვენი 1/13 შესახებ. რა 1/13 ბოიკოტზე ვსაუბრობთ, რა 1/13 შესახებ. რაღაცას ინტენსიურად მე 1/13 მე რას გიხსნით იცი? რას მიხსნით გისმენთ? და თქვენ ახლა სადაც არის, აი უკვე თქვენ ხელა გამოცდილება არავის არაა კაცეთ საბჭოს წევრს. ვადის მიხედვით. და მე გიხსნით, ხო, ახლა ამ წუთში, ხო და? მე გიხსნით, რომ ჩვენი მოქმედება და ურთიერთობა განორჩეულად იმისა ჩვენ როგორ პატივისცემთ ერთმანეთს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კანონად დაგვაკისრა ურთიერთთანამშრომლობა მიაქციეთ. ამიტომ ჩვენი რეგულირება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის მიხედვით და რეგლამენტით. ამაში მეთანხმებით, ხო? გასაკვლელია შეიძლება ეს რაღაცა ურთიერთპატივისცემა და რაღაცას ხდება ხოლმე. ჩვენთან ეს გამორიცხულია და არ არის. მოგეხსენებათ, ხო? სამწუხაროდ ესეც ძალიან, მაგრამ ცალკე საკითხია. ხო ესე, ამიტომაც რეგლამენტი და საკითხი რა დასაწყისში რა გითხარით? საკითხი შევადღის წესრიგში, იმის მიხედვით როგორც არის რეგლამენტი და უნდა თქვა აი ამ მუხლის მიხედვით და ამ მუხლის მიხედვით დახვდებით ამაზე ხო სწორია დახვდებით ამიტომაც გითხარით რომ როგორც წინაზე ისე ახლა დღის წესრიგი იყო წინაზე თქვენ როცა მოიწერეთ თქო და გითხარით თვალებში რო უყურეთ ერთმანეთს რომ ჩვენო ერთამესემადი ვართო
და ამიტომაც მოვითხოვთ ამ დღის ეს შედანას, ამას გიმარტავთ, რომ პირველი თვალებში რო უყურებთ ერთმანეთს, რომ თქვენ არ ახართ ერთი მესამედი და აქ არ არის საზოგადოება, რომელიც ესეთ მარტივი ტყუილით გაივლის. ეს თქვენ ხელმოწერილი წერილშია. ნახოთ, მაგის ეცამთ, შეიძლება გიპასუხოთ. თქვენ შეიძლება ისე აწერთ ხელს, რომ არ დახუროთ, იმიტომ რომ ეს თქვენ შეიძლება რომ გეწყებთ თქვენ ამდენჯერმე იყო, მე უარყავით თქვენი ხელმოწერა. Deep State-მა დამირეკა. არა, Deep State არ დაგირეკა, თქვენ თო მოიწერეთ. რა უარყავ. თქვენ თო მოაწერეთ, მე ვარ მიანგარიში, მოიცადე. ხო და ეს ძალიან უტრირებული და ინტერპრეტირებული არის ერთი საერთოდ დახურული კორესპონდენცია. რა საერთოდ რაზე ვსაუბრობ? ძალიან მიყურს, იმიტომ რომ არც ბოიკოტში ვარ. აქ ჯერ ეს მესამედი ხართ. მე ერთი ვარ, მესამედი ვერ ვიქნები ვერანაირად, მაგრამ აქ ლაშა ტუღუშმა რაც ერთ წამით ლაშა ტუღუშმა რაც გამოვაგზავნა ხელს. უკაცრავად ლაშა ტუღუშმა დებულება რაც გამოვაგზავნა, იქ ჩემი ხელმოწერა საერთოდ არ არის. ლაშა ტუღუშის ინიციატივაა ტენდერების შესახებ. დღეს თქვენ ამაზეც მე მიმაწერეთ ამის ხელმომწერად, რაზეც ხელმომწერი მე არ ვარ. გარდა ამისა არის მეორე საკითხი, რომელიც ეხება ქალბატონი თინათენის მიერ გამოგზავნილ სამსახურეობრივ ბარას და ამ საკითხზე არის, რასაც თქვენ ეძახით ბოიკოტს. ამაზე წერილობითაც მოვიწერეთ, ღიადაც აქამდეც გვითქვამს, რომ ერთადერთი საკითხი, რასაც მე არ ვესწრები და ზოგადად 5 წლის განმავლობაში არ დავსწრები ვარ, გავსურვალ, იმიტომ რომ ვერ ხვდები აქ რა უნდა გააკეთოს სამეურვეო საბჭომ. არის მოიწერა ადამიანმა, მეორე ადამიანმა უპასუხა და თუ კი რამე არის, ეს არის ამ საბჭოს მიღმა არის, დავად ამას ამბობს. რა თქმა უნდა. ხო, ჩემი აზრის პარალელში ამ საკითხზე გავდივარ და შემდგომ აი როგორც დღეს არის ვესწრები ხომ და რატოა ეს ბოიკოტი ან გამესამედი ვერ გავიგე. თქვენ ეს თქვენ მომიშვენეთ წაზე. თქვენი ეხება ბატონო ვასილი. თქვენი უფლებაა რუსაგინა გახვიდეთ და რუსაგინა ხო, ერთ საკითხზე არის ეს. არა, საერთოდ თქვენი უფლება არის ეს, მაგრამ დამიტოვეთ მე უფლება, რეგლამენტი ისე შედგეს და დღის ეს ისე შედგეს, როგორც ჩემი სად შემოგეწინააღმდეგეთ ან სად იმას დღეს უბრალოდ მე მგონი რა ჭიქაში ატყდა ქარიშხალი და ვერ ხვდები საერთოდ აი სატო დატრიალდა ადამიანმა დებულება გამოგზავნა თუ არ გინდათ რომ რაღაცა მოისმინოთ ერთ წამ ლიკა ბოდიში დავამთავრებ თუ თქვათ რომ მაშინ არ უნდა საბჭოს უმრავლესობას ამის მოსმენაც კი და არ მოვისმენთ ხა ძალა აღმარცხნავს მეტრი ხართ წლებია ანუ ეს თქვენი ძირით ერთ წამ თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები გადის როგორც არის და ესე მოხდება გასაგებია ხა რაღაცა არამქვეყნიური ძალები არავის არ გაგვაჩნია და მარტივი საკითხი ვერ გავიგე რატო მიუყვეთ ამ იმას აქვე წესებს მაშინ და იმ იმას აქვე კი ბატონო ეხლა ვიწყებთ ამ შეხვდომას და დატოვებთ თუ როგორ არის მოგოც პაუზას აი ეს პირველი საკითხი არის ტენდერების საკითხი წერია გავყვეთ მაშინ წესებით როგორც არის კი ბატონო ესე იგი ამ ბუდიში მაშინ კიდე ერთხელ დებულებას კიდევ ერთხელ გამოგიგზავნით რომ ვადებში არ თქვათ რომ არ იყო 3 დღე და რაღაცა და წინასწარ გამოვაგზავნით დებულებას და მე თქვენ გადაწყვიტეთ მათ შორის სამეურვეო საბჭომ მოისმენს თუ არ მოისმენს ამ დებულებას. მადლობა. ეხლა არის ეს ნომერი 11-97 სამსახურეო ბარათში საკითხზე მსჯელობა. არა, დებულებაში ესა დღის წესრიგში პირველი საკითხი იყო ტენდერები ზოგადად. 11-52. ხო და მე შემოვიტანე რომ აი დღის წესრიგი აი ესე სულით ამ დღის წესრიგს? ხო, კენჭის ხაზზე ვაყენებ ამ დღის წესრიგს. ანუ რიგითობას უცვლით, ანუ ქალბატონი უკვე რომ თავმჯდომარის აჭარის ტელევიზიის საკითხიც გადმოვიტანეთ წინ, იმიტომ რომ ესე იყო და ვცვლი და კენჭის ხაზზე ვაყენებ. ხო კი ბატონო, ნუ ჩვენ დაგტოვეთ როგორც წინასწარ ამ საკითხის იმაში არ მივიღეთ მონაწილეობა, შემდეგ საკითხზე რომ გადახვალთ, დაგვიძახით ქალბატონო ინა და შემოვალ და მივიღებთ მონაწილეობა. კი ბატონო. იმჟელეთ. იმჟელეთ. ესე იგი ეს ბოიკოტი არ არის. ეს არის ანუ ჩვენი აზრით მოსაწევად გასვლა ხო არ არის. და თქვენ რო შემოიტანთ საკითხს. ეხლა მე ვთქვით კატეგორიულად, ეხლა ესე იგი ჩაბძალეთ მიიღეთ, რომ ის წინასწარმეტები რო იყო დაწყებული აქ რო ისინი იყვნენ აქ შემოსული. აქ რო იყო ხან აი გარდავრადებდნენ შემოდიოდნენ ბოიკოტი როგორ გამოაცხადეს, ეგ სიტყვა და თუ იმეჩვენება ეგეთი არის ეს აი წინასწარმეტები რო იყო აი ფეხბურთის ტრანსლაციების ამბავი რო განიხილებოდა. და ბოიკოტი რო იყო მე ჯერ რო გამოცხადდნენ. აი წინასწარმეტებზე ისინი ამომიღეთ ის ელენე რა. ეს ბოიკოტის თემა ეს ერთი. ეხლა ჩვენ ამაზე მე მოკლედ გეტყვით ახლა რაც არის ეს ხდომა. პირველი არის მე ვინც ნახა
ესაც გამოგზავნეს, არის აბდაუბდა პირდაპირ მნიშვნელობით ეს კულტურულად რო შევათავსოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ კანონში, მე ხლა ესე ვამბობთ, რომ კანონში ესე მანამდე რომ ესე იგი იღებენ, აქ როგორც ჩანს, აქ არის ისეთი საკითხები, რომელიც ვალდებულია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრი იცნობდეს, არც ტესტირება ტარდება და არც არაფერი ცოდნა, ზოგადად ტარდება რაღაცები და სინამდვილეში არის ესე იგი აგერ ახლა უთხრა შესყიდვების კანონია, მხელა კანონია დაწერილი და აქ არის ამავე ცდელობა, რომ აქ ჩვენ ახლა აქ დავიწყოთ ეს შეტანება. მე უნდა გითხრათ, რომ ეს ტარდება და თქვენ შეიძლება კარგად იცით და ნაკლებად არიცით. სრული გამჭვირვალობით აბსოლუტურად არის ეს ყურადღების გადატანის ცდელობა და ის დესტრუქცია, რაც ბოლოსში, ასე ვთქვათ, რაც მოყვა არის უზარმაზარი წერილი, ბოლოს მიყვება, რომ ეს უუნაროა რა არის? ხო და ახლა ჩვენ უნდა თურმე შესყიდვების კანონის დებულება ვქნათ. ახლა ერთი მე მაინტერესებს ესე ვთქვათ, ზოგადად რომ ესე კითხვა დავსვა ეს რო არის. ჩვენ რო ახლა ამ გზით წავიდეთ და შესყიდვების კანონი თუ რომ ბოლომდე გამჭვირვალე არ არის და ჩვენ უნდა გამჭვირვალეები დავიწყოთ და აქ რო დებულებები დავადგინოთ. და რომელიმე დირექტორი გაგიჟდეს და ამ დებულებას ბოლომდე გაყვეს და ჩვენ ესე ხელისაწევით რაღაცები დავამტკიცოთ და მე წინააღმდეგობაში მოვიდეს რაღაცაში შესყიდვების კანონთან, მე ამაზე ვინაგებს პასუხს. ეს ერთი. მეორეც ერთი. ეს არის 2x2 4. აქ ახლა ვიღაცას პერიოდულად გაახსენდება, რომ ჩამოვა იქიდან და წავა და წამოვა, ხო? ეს ჯერ მე აღარ ლაპარაკობ იმ დასწრებებზე და გაცდენებზე ეს როგორც არის. და მე აქ უცებ ესე ჩვენ უნდა უცებ გრძელი დებულება დავწერო და ესეთ ყოფილა შესყიდვების კანონი. რაც მე წავიკითხე, ფაქტობრივად არის ამ კანონთან, აი კანონის განმარტებებია ყოველ მეორე ნაბიჯზე, რაც მე წავიკითხე, თუმცა აი გადახედეთ თქვენ თუ არც ხის გადახედვათ, ეგეთ საკითხია. ეს ყველაფერი არის აი ამის გადასაფარად, რაც აქ ხდება. და ამ დამოკიდებულებაში ესე იგი ახლა რო გითხრათ, ესე გონიათ, რომ უნდა მოვიდეს სამეურვეო საბჭოს წევრი, და რასაც მე გაურბოდი და თქვენ გამოცდილები ხართ აგერა, გიგილო რომ გამოცდილ ესეთი. ერთ-ერთი ურთიერთობა სამეურვეო საბჭოსი, ეს უნდა გითხრათ, არის მენეჯმენტთან ურთიერთობის დამყარება. და თუ მენეჯმენტთან ეს ურთიერთობა არ არის, მაშინ სასაბამისი ზომების მიღება. ეს 2x2 4 და ეს წერია რეგლამენტშიც და კანონშიც. არ შეიძლება ნერვული ატმოსფეროს შექმნა. და ეხლა ესე იგი აქ შეურაცხყოფას აყენებ, მე უცებ ვიდრე არაფერი არ მოხდა რა, არც ბოიკოტში არ ყოფილა. აღარ გეუბნებით რომ ეს ორი წევრი წერს, რომ სინამდვილეში ჩვენ აფეშუაში არ ავართო. ის ჩვენ მოგვეჩვენა დასაწყისშიც რომ ამობს რომ იქ ლაშატოუშმა თქვაო და ასე შემდეგ და ეს როგორ იყო ეს შეტაკბებული ერთმანეთში, ეს მოგვეჩვენა. მე გძელ არ ზასწერს და იმიტომ კი არა რომ ალდემოქრება ან საერთოდ მაინტერესებს ასე წერსო თუ არა და მაშინ თქვენი გადაყენების საკითხი დადგება, ეგრეა ხო ელენა დაახლოებით ესე აყენებს რა. თუ არა და ამას ამბობს, მე იქ ამას უთითებს, იქ მუხლებით მანი ესეთი ურთიერთობით გამოვა, ბჯელობა და ახლა თურმე დებულებაზე უნდა მოვიღეროთ, რატო? ახლა მის ბავშვი არავინ არ არის, რომ თურმე როგორი კონსტრუქციულია, ესე იგი ლაშატოღუში, რომ დებულება აწუხებს, ესე იგი აი ბოლოს, ესე იგი ის რო გუშინ წინ დირექტორს, ეხლა თა როგორ არის, ხან სამნი რო არიან და ხან ერთნი რო არიან. ამას მიერციეთ ერთ ყურადღება. როცა უნდა სამნი არიან, როცა უნდა ერთი გუშინ წინ მე მეჩვენებოდა, ხო, შემთხვევით იყო, რა ვიცი, დირექტორს და ნუ მე თავი დავანებოთ ეს რო არის საქციებით რო ემუქრებოდნენ, ესეც მომეჩვენა ეს ყველაფერი, ეს ურთიერთობების ფორმა და ეხლა დღეს უცებ გამჭვირვალება ადარდებთ და გასაკუთრებით ესე ერთი წევრი კარგად მახსოვს, რომ ბაზრის კვლევა იქვე რო გამოჩნდა, რომ კითხულობდა, პირდაპირ მნიშვნელობით ეგონა, რომ ბაზარში ხდება ამების კვლევა. ასე რომ მოგეთქია, ნუ მე რა გითხრათ, ეს საკითხი მე ესე გეუბნებით, არაფერი არ იხსნება და რჩება. ეს არის, ნუ გიდა სოლიდარობა და არ თქვა, რაც არის, ნუ რა მოცემულობა არის ის და ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ ძალიან დასქვედუნარიანია სამეურვეო საბჭო, აგერ ბონდო ჩაერთო, კიდეც მოქმედებს და ამავე დროს მე უნდა გითხრათ, ასე რომ მე სანამ ვიქნები ზუსტად ამ გზით გავაგრძელებ, მე ტყილ არ შევახსენე ეს რეგლამენტი. არის 3 წევრს შეუძლია დაყენება, ჯერჯერობით 2 ითხოვს, არა როგორც მე ვხვდი. თუ როგორ არის? 2 წევრი აწევს. ხო, იმას ვხდა ჩვენს მიაქციეთ ყურადღება, რომ ახალგაზრდა კაცია და ცდილობს, მაგრამ სულ განუწყვეტლივ არ იცის რაზე აწერს ხელს რა. ხო და 2 წევრი იშოვის მე 3 წევრს იშოვნიან დავაყენებთ და იქნება კენჭის ხრაზე ეგ საკითხი. დანჩე თუ გაქვთ რამე და გადავიდეთ. კი, ერთი რამ მინდა ვთქვა, ანუ ისევ და ისევ ჩვენმა მე თინათი ბერძენიშვილმა და ჩვენმა მენეჯმენტმა, იმიტომ რომ მე წინას ხომაზე ვთქვი, მარტო ჩემი სახელით არ საუბრობთ, რომ ეს მხოლოდ მე არ მეხება, ეხება სრულიად ორგანიზაციას, განსაკუთრებულად მენეჯმენტის დაახლოებით 30 წევრს.
ამიტომ იმისთვის რომ ყოფილიყო კონსტრუქციული და სამართლებრივად, ასე ვთქვათ, მაინც კიდევ დავიცვათ, ასე ვთქვათ, ყველანაირი ვალდებულება, რომელიც გაგვაჩნია, ჩვენ შევთავაზებთ ქალბატონ ლიკა ბასილია შავგულიძეს, რომ იგივე ფორმით, როგორც მან, ასე ვთქვათ, ჩვენის აზრით ცილი დაწამა გენერალურ დირექტორს და ასევე მენეჯმენტს, ისეთივე ფორმით ეს უარყოფა გაეკეთებინა, ან წარმოედგინათ წყარო და ფაქტები. მე როგორც ხვდები, გარდა იმისა, რომ ეს დღის წესრიგიდან ისედაც არ უნდა მოიხსნეს, იმიტომ რომ აუცილებლად ისევ მივალთ აქამდე, მე მაინც ალბათ სამართლებრივ ფორმას მივმართავ, იმიტომ რომ ეს ვერ იქნება ამბავია და ისევ და ისევ ჩვენი კონსტრუქციულობიდან გამომდინარე, ამას არ ახირებით ვაყენებთ საკითხს, არამედ ისევ და ისევ ბორდთან პატივისცემა დავარქვათ და სუბორდინაცია, რაც გინდათ დაარქვით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაძლევთ ასე ვთქვათ შესაძლებლობას, რომ წარმოადგინოს ფაქტები, ან უარყოს იგივე ფორმით, რა ფორმითაც ასე ვთქვათ, გააჟღერა წინადადება. აი, სამეურნეო საბჭოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ესე იგი, ხა თქო შემდეგ საკითხს გადახვიდეთ პირდაპირ. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს გახლავთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამსახურებო ბარათი, რომელიც ეხება შესყიდვების სამ ნაწილს. პირველი ეს არის სამაუწყებლო ავტომატიზაციის და წარმოების ინტეგრებული სისტემების ეგრეთ წოდებული საპორტი, ანუ მხარდაჭერის სისტემა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ, უფრო რო ავხსნათ მარტივად, ეს გახლავთ ინტეგრებული ნიუზრუმის სისტემა, სადაც მუშაობენ ჟურნალისტები, ზოგადად მთლიანად ნიუზრუმი დგავს ამ სისტემაზე და მას ყოველწლიურად ჭირდება განახლება. ეგრეთ წოდებული საპორტი, ამიტომ ყოველწლიურად ვაცხადებთ ტენდერს. და ეს საკითხი ყველასთვის ნაცნობია, უკვე მე რამდენი წელია ამ სისტემით ვოპერირებთ. პირველი საკითხი. კი ბატონო, ჯობია. ეთანხმები. რამდენი 1 2 3 4 5 და 7, ხო? 7-4-ია. 7 წელი მომხრეა. შემდეგი შესყიდვები გახლავთ, ესე იგი სტუდიური და გარე გადაღებებისთვის საჭირო განათების მოწყობა. ეს საკითხი ჩვენ არაერთხელ გვაქვს განხილული, რადგან გარდა იმისა, რომ ახალ შენობაში გადმოვედით და ახალი სტუდიები გვაქვს და განათება მოსაწყობია, ეს ისედაც წინასწარ ვიცოდით, ასევე რა თქმა უნდა ამორტიზირებულია ბევრი განათების მოწყობა და ესეთი დიდი, ასე ვთქვათ, შესყიდვა ჩვენ არ ვქონია, ამიტომ ერთიანად გახლავთ განათების სისტემა, რომელიც დაინერგება როგორც სტუდიებში, ასევე გარე გადაღებებისთვის და ამისთვის არის დაგეგმილი ტენდერი, რომელიც წარმოდგენილია დეტალურად და ამაზე ვითხოვთ ფორმალურად, ასე ვთქვათ, თანხმობას, რომელიც ხდება 1%-ს. რა თქმა უნდა. ესე იგი პირველი ესე იგი ზოგადად ამ პროცედურასთან დაკავშირებით ერთ შეკითხვა მაქვს. თქვენ ამ საკითხს ახლა წარმოადგენთ, კიდევ აპირებთ ხელახლა ამ ტენდენთან დაკავშირებით გარიგების დადების წინ წარმოუდგინოთ სამეურნეო საბჭოს იგივე საკითხი, ქალბატონო თინა. გადაწყვიტა სამეურნეო საბჭო, ისე მოვიქცევით. მე არც არ ვაპირებ. როგორი პროცედურაც გვაქვს, იმ პროცედურას მივყვებით. გადაწყვიტა სამეურნეო საბჭო, რომ კიდევ უნდა მივმართო, არ დაგვეზარება და მოვმართო. აჰა. ესე იგი გათვლილი იმაზეა, რომ ეს ერთხელ არის შემოტანილი და ნუ ეს თემა მოიწურა, როგორც მე ხვდები, ესეა, ხო, მიდგომა. იმიტომ რომ რაც მე ვარ აქ, არასოდეს ყოფილა, რომ ერთი ტენდერის საკითხი ორჯერ შემოტანილიყო განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად. ხო, ეხლა მე ამ თემაზე ასევე ბატონო მასილ გამოვაგზავნე განცხადება, სადაც ცადე ამეხსნა იმედია გასაგებად თუ რატომ არის ეს მიდგომა არასწორი და როგორ უნდა იყოს წესით და რას გულისხმობს კანონი პირველ რიგში რა თქმა უნდა მაუწყებლობის შესახებ. ჩვენ ვამტკიცებთ გარიგებას და სად არის გარიგება? გარიგება ნიშნავს რას? გარიგება ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს პროცესი გავლილია, დაიწყო ტენდერი, გამოცხადა, მანამდე რა თქმა უნდა ბაზრის კვლევა ჩატარდა,
შემდეგ ყველა პროცედურა გავლილია, რაღაც წინასწარ რაღაცებს დადებულია და შემდეგ და აი ბოლო მომენტში, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, მაშინ ერთვება სამეურვეო საბჭო, ის ნახულობს ყველაფერს, ესდევს ამ კანონში მაუწყებლობის შესახებ, ის ხდება თანამონაწილე ამ პროცესის და როდესაც ნახავს და არ იქნება არაფერი კითხვა, აი მაშინ ის აწევს ხელს და ამის შემდეგ უკვე ფორდება ხელშეკრულება, ანუ გარიგება, იდება გარიგება. აი ეს არის სწორი მიდგომა. ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩემი გაგებით, ეს ნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით რა კითხვაც მე დავსვი, ეს ნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭო არასრულებს თავის მოვალეობას. სამეურვეო საბჭო გადის გარეთ მისი კომპეტენციიდან და მისი უფლებამოსილებიდან, რაც დააკისრა სახელმწიფო მას. მისი თავარი მოვალეობა ერთ-ერთი სწორედ ეს არის. ეს უნდა აკეთოს სამეურვეო საბჭო, რომ ბოლო ეტაპზე გაეცნოს ყველაფერს და ან თქვას ხო, ან თქვას არა. და ეხლა ჩვენ წინასწარ რაზე ვმჟელობთ, რომ მინდა ესე გჭირდება ეს ტენდერი და დაუჭიროთ ხმარი და მერე რა ხდება. ეს არის პრობლემა, ძალიან სერიოზული პრობლემაა სხვა შორის. ყოველგვარი გადაჭარბების ხანდახან ემოციურები ვართ, ხანდახან რაღაცა შეიძლება ზედმეტებსაც ვამბობთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკითხია ძალიან სერიოზული. ამიტომ მე მოგიწოდებთ, რომ აქ მივიღოთ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანის ინტერესში ახლა ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება რა. იმიტომ რომ ამას გვავალებს კანონი, იმიტომ რომ აქ სერიოზული ამბავია, ფულთან არის კავშირში, დიდ ფულთან არის კავშირი, ჩემი აზრით. რამდენიმე მილიონზე აქვს საუბარი, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეს არის ჩემი მოსაზრება. და რატო დეტალურად რომელი მუხლი და რაღაც ეხა აღარ ჩავეძიები, არ წავიკითხავ ამ განცხადებას, მაგ გამოგზავნილი თქვენთან, არ ვიცი მოასწარი თუ არა ამის წაკითხვა, მაგრამ იქ არის ასე თქვა დასაბუთება. დიდი მადლობა. მე ერთხელ კიდევ ვეცდები ამის განმარტებას, თუმცა რამდენჯერმე იყო ეგ საკითხი. ასევე ვიტყვი, რადგან თქვენ ემოციის გარეშე ვიტყვი, აქ ბრძანდება ყველანი უნდა გქონდეთ ის გამოცდილება. ორი ყოფილი დირექტორი ვართ. ეს იმიტომ კი არ ვარ შემთხვევაში არც უპირატესობაა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი. ეს არის ის ამბავი, რომელიც ყოველდღიურობაში უამრავჯერ გაუვლია ჩვენ ხელში, აგერ არის ნოდარი და შეიძლება შესყიდვები. ჩვენ მოქმედებთ ამ შემთხვევაში მე სხვადასხვა გასული ვიყავთ, მე თქვი და წუხარება გამოვთქვი, რომ როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევენ, მე ახლა ვიღა მეკითხება დაწი ამას ვერცხმოესრები და იქ უამრავ მოთხოვნებია და სხვადასხვა როგორც ჩანს, მე რომ ახლა ვკითხოს კაცმა ამ ჩემი გამოცდილებიდან, იქ კონკრეტული ცოდნები უნდა გადიოდეს სამეურვეო საბჭოს წევრი. აი, როდესაც რაღაც საჯარო მოხელეს თხოვენ, ახლა კონსტიტუციის რაღაცას თხოვენ, ეს უნდა იცოდეს ეს კანონებთან დაკავშირებით, მათ შორის შესყიდვების. ეხლა რა კანონი გვავალ თუ რა მე არაფერიც არ შეთ მაგიცეთი იმდენი კანონია, მან შეიძლება შეცდომა იყოს და აქ ყოველ წუთში რა მოწდება. იმიტომ რომ საერთოდ დაიწყოს პროცედურა, აქ ეს არის. პროცედურა რომ დაიწყოს, მე მინდა მაყურებელს უთხრა და სწორედ იმიტომ რომ ბევრ მილიონს ეხება თუ ცოტა მილიონს ეხება. ის რაც მილიონი უკვე ბადნოლაშა ჩვენისთან მე აკროს ხედვართ ბევრის არ ვიცი, დიდი ფულია უკვე მილიონი ძალიან წარმოუდგენლად დიდი არის. კი ბატონო, გეთახმები. თან ბევრი მილიონი როა მით უმეტეს უფრო დიდია. ამიტომაც ელენე, მე თუ რამე შემეშალა და რაღაცა, მაგე არაფერი ის არ არის შემიძლია. 1%-ზე მეტი რო არის, ხო ესეა? ანუ ის რაც 1%-ზე მეტია, საერთოდ რო დაიწყოს რამე მოძრაობა, მეგონა რომ ამის განმარტება მიხდებს, საერთოდ რომ მოძრაობა დაიწყოს და ფიქრი დაიწყოს მენეჯმენტმა, აი ეს შემოდის საბჭოზე და საბჭო აძლევს თანხმობას. აი, სულ უბრალოდ რაღაც, აი ეს თქვა, პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ განათება არის. და განათება როცა არის, განათება როცა ამბობს დირექტორი, საბჭოს წევრები ეს მათი ცოდნიდან გამომდინარე ან მანამდე თვითონ მიდიან, ეს საბჭოს წევრი არის, სამეურვეო საბჭოს წევრს გულისხმობ, არის ორგანული ნაწილი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ხელმძღვანელი კანონის მიხედვით ტელევიზიის, რომელიც ალბათ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა ეს განათება, ასე შემდეგ, მას რა მოცემულობა აქვს ამისთვის, მენეჯმენტი ამბობს, რომ მე მინდა განათება. აი წარმოვიდგინოთ, ეს არის განათება. ეს განათება ღირს 1%-ზე მეტი.
შეიძლება რომ მე დავიწყო ეს პროცედურები. რატომ? იმიტომ რომ განსხვავებით სხვა ტელევიზიებისგან ეს თავის პრობლემებსაც ქმნის, მაგრამ ალბათ საზოგადოებრივი თანხა და ეს თავის სიკეთეა. ამას თავის პროცედურები აქვს. უნდა ტენდერი გამოცხადდეს და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება ამას. ეს თუ არ გამოცხადდა, ეს მინდა ვიცოდეთ. ეს თუ არ გამოცხადდა და ეს ახლა რო არის პროცედურა რაც არის და მენეჯმენტად თვითონ დაიწყო მოქმედება, ხო შეიძლება ესეც იყოს, არა? გიგილო ხო თქვენ რას გიხსნით ამას? და ბოლოში, როდესაც ყველაფერი კარგად წავიდა, და ბოლოშია და უცებ სარვეულ საბჭომ თქვა უარი ამაზე, ტელევიზიას მოუწევს დადიან დიდი ჯარიმების გადახდა. არის თუ არა უარი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ტენდერი ჩატარდა და უცებ ხო გამარჯვებულად გამოვლენის მერე რომ ითხოვთ თქვენ თანხმობის ბორდის ჩართვას თანხმობის პროცესში. თქვენ მერე აღარც გაქვთ უფლება რომ უარი თქვათ ამაზე და ორგანიზაციას აი ეს არის ტენდერს არ ატარებს მენეჯმენტი, ტენდერს ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. და პროცესის დასრულების შემდეგ, კი, მაგრამ პროცესის დასრულების შემდეგ აღარ გაქვთ უფლება რომ ამ ტენდერზე უარი თქვათ. რაღაც კონკრეტული ისეთი რაღაცა ფორსმაჟორული მიზეზის გარდა და გარდა ამისა ითხოვთ თუ არ ვწევი 10-14 დღეს, 5 დღეში უნდა გამოავლინო გამარჯვებული. 10 დღით ადრე ითხოვთ თან ამ ინფორმაციის მოწოდებას. თქვენ დებულებაზე მსჯელობთ? არაფერზე არ მსჯელობთ, ერთ წუთი. ხო, დებულებაზე მსჯელობთ. ხო, აი, მაგას ვითხოვ მე ზუსტად ავხსნი რას გულისხმობთ, არასწორად არის გაგებო, ძალიან კარგია რომ წაიკითხეთ დებულებას, ამიხარია. ხარე მე გამარტავ იმას და ხა გავაგზავნებ თავ კეჭისყრას, რაზეც ვიყავით. მე კეჭისყრის პროცედურაზე ვართ ახლა. და გეტყვით რომ ეს არ გაგექცეთ რაზეც ვაპარაკობთ. ეს ტენდერი გამოვიდა. ამის შემდეგ ეს ტენდერი გადადის ატარებს ამას შესაბამისი უწყება და შემდეგ როცა ჩატარდება ეს უწყება საზოგადოებამ უწყებელი ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქე ან დაინტერესებული ფირმა ვინც მონაწილეობდა შეუძლია გაასაჩივროს და თუ ეს ტენდერი დასაბუთდა ესე იქნება. უნდა გითხრათ რომ ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკია გიგილო ამაზე რომ იქ სხვადასხვა ბევრი რამ არის ესე კანონბოლომდე არ არის გათვლილი. აი თქვათ მაგალითად ესეთი რაღაცა მოხდა. და ბუნებრივია ეს პრაქტიკაში მიდის და ის არის თითქოს გონიერება. მაგალითად გადაწყდა მშენებლობის საკითხი ტელევიზიის. მოგეხსენებათ, გადაწყდა რომ მშენებლობა უნდა დაიწყოს და მთელი რიგი პროცედურებია. მაგრამ აი შუაში მაგალითად ზოგიერთი საბჭოს წევრმა თქვა რომ მაგალითად გადახურვაზე აღარ ვაძლევ ესე იგი ხმას. უკვე წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ღვთისმადლით ეს საბჭომ თავის გონიერებით დაძლია ხოლმე ეგ საკითხი, მაგრამ აქ ესეა რომ წინასწარ უნდა თქვა საბჭომ წინასწარ შეისწავლოს უნდა ეგ საკითხი. ვინ თქვა რომ ეს არ უნდა შეისწავლოს? თუ იმეს მიაჩნია ხა ჩვენ კეჭს ახლა დავაყენებ ამის შემდეგ პედაგოგ კეჭისყრას. თუ განათება არ არის საჭირო, ეს სამეურვეო საბჭოს წევრის მისი პირადი პასუხისმგებლობა, მისი პირადი ნება და ვერავინ ვერ გახდება იმის მეცნიერი, რატო აძლევს ეს საბჭოს წევრი ხმას და რატო არ აძლევს. თუ რომელიმე საბჭოს წევრს მიაჩნია რომ ეხლა განათება, რასაც ეხლა ამის შემდეგ ისე რომ აბატიეთ პედაგოგ კეჭს უყურეთ, არ არის საჭირო, იმიტომ რომ ის თეორიული ჯელობესია, ნუ ის არ მიცემს ხმას. თუ მიცემს, მაგრამ თუ საბჭოს წევრები ქლიანობაში უმრავლესობა ხმას არ მიცემს, მაშინ ეს ტენდერი არ გამოცხადება სხვა ტენდერიც, აგერ წინა ტენდერი და ასე შემდეგი ტენდერი. ახლა რაც შეეხება ყველაფერს არასწორად ამბობთ. აი ყველაფერს უკუღმა ლაპარაკობთ, რაც რეალურია. და მართლა მაინტერესებს რამდენად ერკვევით, ეხლა არ მიფიქრია, იმიტომ გამოცდილება ქონდა. მართლა რამდენად ერკვევით რა არის საერთოდ ტენდერი, ძალიან დამაინტერესებს ახლა უცბად გითხრათ. და მიაქციეთ რომ არ გაწყვეტინებთ. როგორ არ გაწყვეტინებთ საბჭო? ხო და რაც შეეხება რა ფერ გეგონათ ახლა სიტყვა ჯერ თუ უნდა მოგცეთ და ესე. ამიტომაც ხო და რაც შეეხება ვიდეო გითხარით ის დებულებას, ის იმდენად არის დეტალურად გაწერილი ჩვენი მოვალეობაა, რომ სწორედ იმას გავყვეთ და სწორედ იმას შევადაროთ. კარგი, ეს კიდევ ერთხელ გამოვიდა, თუმცა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი გამოცდილება, ჩვენი კომპეტენცია და იმ კომპეტენციით ვადო. ჩვენ ახლა მით უმეტეს არა გვაქვს ჩვენის დამოკიდებულება ერთმანეთში ხوار დავემალე, რომ ჩვენ ერთმანეთს ახლა ჭკუა ვასწავლოთ, ან ვინმე ჭკუის სწავლება მიიღოთ. მე ამ თავითვე გიდასტურებთ, რომ ვერანაირ ჭკუის სწავლებას თქვენგან ვერ მივიღებ. ეს რეგლამენტითაც დაცული ვარ ამ თვალსაზრისით. დასწორ ახლა ამას ვაყერებ კეჭისყრაზე განათების საკითხს. ჩვენ მივცეთ თანხმობა მენეჯმენტს 3 4 5
7 წევრი არის მომხრე, 3 წინააღმდეგი. კარგი. ესე იგი რატო გაურბიხართ ბატონო ასი ერთი აგერ ზაზას ქონა ჩართულ რაღაცა თქმა უნდა და თქვენ მეგონი მართლა გონიათ რომ რაღაცა თამაშია და მე ხა აქ რაღაცა იმაში თქვენ გონიათ რომ როცა სერიოზული თემაა თქო გითხარი და იმედი მქონდა რომ მოისმენდით მაინც რაღაცას მაგრამ თქვენი გადაწყვეტილებაა ეგ არა დიახ ჩემი ხო ძალიან ისეთი პრობლემური საკითხია და ნუ ფიქრობთ რომ ესე ყველაფერი ესე ხავერდოვანია ისე უნდა გითხრათ კიდე ერთხელ თქვენ გაქვთ იურისტობაზე პრეტენზია მე მაქვს პრეტენზია მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილავთ ასევე ძალიან გთხოვ თავი შეიკავეთ ვიღაცის კომპეტენციაზე ლაპარაკი თუ ძალიან გაინტერესებთ თუ გინდა დავჯდეთ სადაც გინდა და გავარკვიოთ ვინ უკეთესად იცის ტენდერები რას ნიშნავს კანონები და ასე შემდეგ რომ მე რამდენად იმეორებთ აქ თქვენ საერთოდ არ მე მგონი მართლა არაფერი არ გესმით ამ საკითხებთან დაკავშირებით იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ხვდები როგორ შეიძლებოდა თქვენ ახლა ეს გადაწყვეტილება მიგეღოთ მართლა ვერ ხვდები რა თუ მე მგონი არ გესმით საერთოდ აი რაც ახლა შემოიტანეთ აქ გადასაწყვეტად რა იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა რამე წერია კანონში და სულ სხვა რამე გადაწყვეტეთ ახლა და აირიდეთ ბორდი აარიდეთ იმ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას რომელიც მას კანონმდებელმა დააკისრა ეს გააკეთეთ ახლა და ძალიან უცნაურად ჩანს გვერდიდან რო შეხედოთ ბატონო ასილ ეს ძალიან უცნაურად ჩანს ხო რბილად რო ვთქვა და რბილად თქვენ გეხერხებათ ეს მე მგონი ხედავთ რომ ძალიან ესე კორექტულად ვცდილობ ვერ ხედავ შემდეგი საკითხი თინა შემდეგი საკითხი ხო უბრალოდ ფაქტია მე მინდა რომ უბრალოდ თქვა იცი ყველა კონკრეტული საკითხი არაურიო ამ თემას როგორც საჭიროა ისე რა მე პირდაპირ გეუბნებით რა აი როგორ საჭირო ისე გავაგრძელებ ეს არ დასრულებულა ეს საკითხი და ნუ ნახოთ მე რა ბატონო აშა როგორც საჭიროა ისე უნდა გააგრძელოთ რა თქმა უნდა მოგიწოდებთ ვიცი რომ ელოდებით ამას და მინდა გაგახაროთ აი გეუბნებით მაგას გელოდებით მოუთმენლად ესე ჩვენი კომპეტენცია არ არის უბრალოდ ეს არ არის თქვენი ჩვენ საკითხი შემოიტანეთ უბრალოდ 10 წელია ესეთი ფორმით ოპერირებს ეს ორგანიზაცია მინიმუმ და ის წინა პროექტი ესე იყო დასაწყისში შემოიტანეთ თუ უკვე პროცესში იყო ქალბატონო თინა აი ეს გერმანულმა კომპანიამ რომ მოიგო წინა ჯერზე როგორ იყო ასე იყო არ იყო ასე დაწყებული იყო ის პროცესი ატვირთული იყო იმ საიტზე და ჩატარებული იყო ბაზრის კვლევა და ყველაფერი იყო და აი ზუსტად მე რაც გითხარით ამ სტადიაში იყავით მაშინ და რანაირად არის 10 წელი ესე იმიტომ რომ არაფერი არ არის სათქმელი იმიტომ რომ სხვანაირად იყო მაშინ საქმე არის გამონაკლისები როცა ეს კომპანია ჩვენთან მუშაობს ეგ 10 წელი ესე არ ყოფილა ესია ამ კომპანიისთვის ეს იყო პროექტის გაგრძელება და არა თავიდან გამოცხადება სულ სხვა რამე ამიტომ კარგად ჩაეცემა რა გაგრძელება აი მეორე ისა თინა თქო საკითხი შემოიტანეთ ტენდერი იყო ორად გაყოფილი და მეორე ნაწილი იყო ტენდერი თქვენ ბატონოაშა გაქვთ იმ საკითხი ისა რაც მომიწოდეთ რა როგორ უნდა გქნათ რა თქვით აი როგორ საჭირო თქვენი მუშაობით როგორ საჭირო ამოაგებინეთ და წაიკითხეთ მე რა ვიცი ბოიკოტი ეგ დაგესიზმრად ბატონო ასლ თქვენ ეთყობა რაღაცებს აი ვაკვირდები მე რომ ხშირად რაღაცებს მოიტანთ ხოლმე რომელიც ბუნებაში არ არსებობს მაგრამ რა ვიცი ეგ ცოტა ისქენით ხოლმე რა შემდეგი ან ჩაიწერეთ დილით რა სიზმარი აი გამე სიზმარო არ შეგეშალოთ რაღაცა მენეჯმენტისთვის კანონის დაცვის ყველანაირი პრინციპი კანონი იყოს დაცული აბსოლუტურად სულ ერთია რა ფორმით იქნება ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია ეხლა რაც შეეხება მესამე ტენდერს ეს არის 2025 წლის წლევანდელი ქალთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და შემდეგი ერთი კონტრაქტია უბრალოდ ორი თამაშია ერთი ეხება 25 წელს ხოლო შემდეგი ეხება 2027 წელს დოკუმენტში წარმოდგენილია ფასი რომელსაც ეხლა ღია სხდომაზე არ ვასახელებთ რადგან ვიცავთ მესამე პირის ხელშეკრულების ასე ვთქვათ მოთხოვნას და თვითონ თამაშების რაოდენობა ასევე მსოფლიო ჩემპიონატი რაგბის მე მგონი ახსნა დიდად არ სჭირდება კონტრაქტია რომელიც შეგითხვები ბევრი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის შეგვიძლია აღარ შეგითხვები მე მაქვს შეკითხვა ორი მხარეა ხო ამ კონტრაქტში ქალბატონო თინა თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენ და ვისგანაც ყიდულობთ ამას ხო ორი მხარე ვართ ამ ხელშეკრულებაში მე მგონი ტერმინს ორი ხო ორი მხარე ვართ კი ბატონო მაგ შეკითხვა ეს ქალთა
მსოფლიო 100 რამდენად აუცილებელი იყო ამის ჩვენ კომპლექსში არის მოთხოვნა თუ უფრო რეკომენდაციის სახე ხონდა ზოგადად ეს არის ხელშეკრულების ნაწილი და მეორე ჩვენ გვაჩვენეთ ქალთა რაგბი და საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა ყურებას თუმცა ასე ვთქვათ ხელშეკრულების ნაწილია იმიტომ რომ ძირითადად ეხლა მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატი სწორედ ეს არის საკითხი უნდა გითხრათ კარგი შეკითხვა დასვიხე შეგეკითხა სწორედ ეს არის სამეურო საბჭო და ხე უნდა გითხო სამეურო საბჭო ეხლა უფრო რეგლამენტით ვიდიოდეთ შემოიტანა მენეჯმენტს მიაჩნია რადგან შემოიტანა სამეურო საბჭოს თუ მიაჩნია რომ არ უნდა იყოს შეგვიძლია არ ავწიოთ ხელი და არ იქნება და სამეურო საბჭო იტყვის რომ არ გავიდა ქალთა რაგბი ეს არის სწორედ ის რაც არის სამეურო საბჭოს წევრის პასუხისმგებლობა და მისი გადაწყვეტილება შეიძლება მანამდე გაიმართოს მცირე კამათი შეიძლება არ გაიმართოს თუ არ ითქო ხუთები აი ეგეთი თემა არის ხლა ვისაც როგორ მე რო ვიყავი ხოლმე მაშინ ვიგილოსექსუალობა იყო ხოლმე რომ იყო საბჭოს წევრები რომელიც საუბრო სპორტის საერთოდ არ იყო მახსოვს ან ის არ იყო და იყო ეგ ადამიანი ვართ და ეგეთია რაღაცა საჭირო იყოს შეიძლება რაღაცა არ იყოს საჭირო და ესე შემდეგ ამიტომ კონკრეტულად პირისუფლების შეკითხვები თუ არის რამე ამასთან დაკავშირებით თუ არა და არა ვინ არის ერთად უნდა მივიღოთ ეს ქალთა რაგბი და ისა კი ბატონო ესე იგი ერთი წევრი არ არის 10 წევრი აძლევს ხმას თქვა და თხოვნა ქალბატონ თინასთან თქვენ გამოგიგზავნეთ წერილი გუშინ მარი შიხაშვილის ამბავთან დაკავშირებით და რა პასუხი გაქვთ ამ თემაზე რახან ქალებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და აქვე ქალთა უფლებების საკითხიც ფიგურირებს ქალი ახალგაზრდა ქალი რომელიც გამოვიდა სამსახურიდან შეუწყო დაუმთავრდა დეკრეტული შვებულება და სუმცირეწლოვანი სუჩვილი ბავშვის დედაა და როგორ მოხდა ისე რომ დღეს ის დარჩა სამსახურის გარეშე თქვენი მოადგილის მიერ ხელმოწერის საფუძველზე აი თუ შეიძლება ეს აგვიხსენით რასთან გვაქვს საქმე რატომ მოხდა ესე რატომ მოხდა ის გადაადგილება ერთი საშტატო ერთეულიდან მეორეში ისე რომ ამ ადამიანმა არაფერი არ იცოდა ამის თაობაზე პოსტფაქტუმ დადგა დღის წესრიგში ეს თემა მის წინაშე როგორ მოხდა ეს ამბავი იქნება აგვიხსნა და რატომ მოიქცა ესე მენეჯმენტი ამ ერთი ადამიანის მიმართ რომელიც ბავშვი ყავს ძუძუთ კვებაზე აი ეს საკითხი რომ აგვიხსნა თუ შეიძლება გმადლობა ხალხადანაშე გარკვეთ თავის რეგლამენტი და ხა გავყვეთ რეგლამენტს კიდე არის დღის წესრიგი ერთი საკითხი გაინტერესებს ხო ადამიანის უფლებები ზოგადად ყველა საკითხი და რეგლამენტი მაინტერესებს როგორ მივდივარ რეგლამენტით და დღის წესრიგით როგორ მივდივართ აბა მაშინ ვისაც რა უნდა ესე უნდა გავაკეთოთ კარგი შემდეგი ეს მივიღეთ ხო ეს საკითხები ეს არის თინას არ ვაძლევ ეხლა ხმას ეხლა არის ერთი საკითხი რეგლამენტში შემოვიტანე ცვლილება მოგეხსენებათ თქვენ რომ ვაგიხსნათ და მე დეტალურად გაგცევთ კითხვებს იქ იყო საკითხი რომ პრაქტიკა დამკვიდრდა კაი ნუ შეიძლება ითქვას უკვე 3 წელია მე მგონი რომ ონლაინ მიდიოდა ესე ვთქვათ დასწრება მაგრამ წინაზეც წარმოიშვა საკითხი ახლა საკადრო საკითხები იქნება და იქ ერთის ხრივ შეიძლება გაურკვევლობა იქნას გამოწვეული იმიტომ რას ნიშნავს ონლაინ რო არის მე ხმის მიცემის საკითხი თუ თვითონ არ ადასტურებს მე გადმოცემით ეს შეიძლება ის გასაჩივრდეს ელემენტარულად და ეს იქნას გამოყენებული ამის გამო ამიტომ მე იქ არის იყო საკითხები რომ პირველად ესე იყო და მე დამკვიდრდა პრაქტიკად იქცა რომ აი აუცილებლობის შემთხვევაში თუმცა ჩვენ ვილაპარაკეთ აპარატის უფროს და რას ნიშნავს ეს აუცილებლობის შემთხვევაში და რატოა ეს ან თავმჯდომარის გადასაწყვეტი ან აპარატის უფროს როგორ უნდა ესე ვთქვათ გადავწყვიტოთ ესეც არის რთული ამიტომ რაც პრაქტიკა არის ესე არის ვისაც უნდა ეხლა ამ წუთში ამ პრაქტიკით ვართ ვისაც უნდა და თვითონ გადაწყვეტს საკუთარი აუცილებლობა გამომდინარე იშევს ონლაინს მაგრამ რადგან ონლაინს ირჩევს მაშინ უნდა ავიღოთ ეს თანამედროვე მოთხოვნა არის აპარატი რომელიც ადასტურებს დღესაც და ასე ვთქვათ ხელმოწერის ნამდვილობასაც და რაც თავარია ხელმოწერასაც გადმოცემით რომ იბან მითხრა ხმას იმიტომ რომ ჩვენ საკადრო საკითხებიც მოგვიწევს და საკმაოდ ისეთ საკითხები და რომ გარკვეული იყოს ესე ვთქვათ ეს ყველაფერი გარდა მისა იქეთი რამეა რომ ну ეხლა ეჭვიც არ მეპარება რომ ყველა ავიღებთ ამას ახლა არაფერი პრობლემა ამაში არ არის მაგრამ ონლაინ ჩართვა აქ შეუძლია ადამიანი მოვიდეს და არ მიიღოს მონაწილეობა თუ ონლაინ
ერთვება ადამიანი, რომელსაც ეს არ ექნება აღებული და დადასტურებული და აქ ეს არ იქნება, იმის ჩართვას პრაქტიკულად აზრი არ აქვს, უნდა ვიცოდეთ, ის იმ თავითვე აპირებს, რომ ხმა არ მიცეს. ამიტომ ეს ესე ვთქვათ არ არის, მაგრამ ნუ მედია რომ ეს საერთოდ არ იქნება საჭირო და მოგიწოდებთ რომ ეს იყოს გაიოლებულია. თუ რაიმე შეკითხვები არის, არამე კონსტრუქციული, კი ბატონო შევცვალოთ, ეს ჩავთვალეთ, იმიტომ რომ იყო ესე ვთქვათ გადაცქმნი და უხერხულობას ჯერმანამდე იყო რომ საბჭოს წევრები უნდა დათანხმებოდნენ ვიღაცის ონლაინ წევრობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის რამე შეკითხვები თუ არა და ელენე შემოიტანე და კენჭი უყაროთ. ბრძანეთ. შეიძლება რაღაც რო ბრძანეთ. იცით ამ აპარატის გამოყენება განსაკუთრებით კარგია ზაფხულში, იმიტომ რომ ჩემთვის და სოსოსთვის მაგალითად ძალიან ძნელია ზაფხულობით თბილისში ჩამოსვლა, ეს ბილეთის შოვნა და მთელი ამბავი. და აქედან გამომდინარე, აი ზაფხულში განსაკუთრებით კომფორტულია ეს აპარატი. მე როგორც კი ამირჩია პარლამენტმა, ეგრევე მეორე დღესვე ავიღე და გირჩევთ ყველას რომ აიღოთ, იმიტომ რომ აიოლებს ძალიან თქვათ ხელმოწერის პროცედურას. თავიდან თუ რეგლამენტს ვივიღებთ, უკვე რჩევა აღარ არის, უკვე ჩვენ დავივალდებულებთ თავს თან ეს ელენე როდიდან არის ვადა რო არ ყოფილიყო თითქმის შემდეგი სხდომამდეა, ხო? და შემდეგი ვადა როდემდე არის ამისი? რისი? აი ეს როდიდან შევა ეს ჩვენი რეგლამენტი? დღევანდელი დღიდან. არა, იმიტომ რომ ჩვენ მე ეს მოვიჩქარე იმის გამო 1 საათი, არა, 10 წუთი. 10 წუთში იძლევია. და მე მოვიჩქარე, იმიტომ რომ აჭარის ამბავი გვექნება ასარჩევი და გამოიწვევს გაუგებრობას რა. ხა ვიღაცას სულ ესე არ ეცლება ვიღაცა მოვა და მე იქ უკვე ვეღარ გამოვა, რო იცი რა. დიახ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ამიტომ ერთი არ დაგავიწყდეთ შემოვიღეთ ძალაში შესვლის ამ ერთი არ დაგავიწყდეთ, მე მინდა მეგობრებო, ერთი არ დაგავიწყდეთ, რომ მიხვალთ. მე მომივიდა და რო ეთქვი ელექტრონულ ხელმოწერას, იქ იხდი ატლარს და გაძლევენ ელექტრონულ ხელმოწერას, მაგრამ უნდა გამოვართვათ ის აპარატიც, იმიტომ რომ აი ბელგიას მოგვივიდეს ეს წამოვიდა, მე აპარატის გარეშე, მე უკვე მარტივია რა, გიცით. 20 ლარი ღირს აპარატი და 10 ლარი ელექტრონული ხელმოწერა. ახალს პირადობის მოწვევას ვისაც აღლევენ აწვდიან თან. ანუ ეს ახლა ცივილიზაციაა და უცლები. ამის შემდეგ ესე იგი ონლაინ ჩვეულებრივად გინდა ზაფხული და წელიწადის ნებისმიერ დროს საიდანაც გინდა სრულფასოვნად მონაწილეობ ამ იმაში, აგერ 3 წევრი უკვე ძალიან გამართული. კი, ეგ არ არის პრობლემა, ყველა მოახერხებს. 3 წევრი უკვე გამართულად სარგებლობს. ვინ არის? ამის შეკითხვები თუ არ არის ამაზე, დანარჩენი ყველა მომხრეა და გაითვალისწინეთ რომ ასე. კი ბატონო, ესე იგი 10-ვე წევრი არის მომხრე. ამითი ამოწურულია დღევანდელი დღის ეს რიგი და შემდეგი უკვე ალბათ იქნება დირექტორთან დაკავშირებით, ხო ელენე? დაახლოებით ესე თუ რამე საგანგებო სიტუაცია ეს დაახლოებით როდისთვის არის? და ჩვენ რო ეხლა ბარემ რო გითხრათ პროცედურა როგორ არის 11-ის ჩათვლი და ჩვენ როდის უნდა გავეცნოთ? განაცხადების მიღება მიმდინარეობს 1 თვის განმავლობაში და გამოცხადებულია უკვე. შემდგომ 3 კალენდარული დღის ვადაში კანდიდატის განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან სამეურვეო საბჭო ვებგვერდზე ათავსებს დირექტორობის კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს. ასეთია კანონით გათვალისწინებული ვადები. შესაბამისად 11 სექტემბრამდე არის განაცხადების მიღების ვადა, შემდეგ დაახლოებით 10 დღეზე. ელენე, ჩემი შეკითხვა მდგომარეობდა, ჩვენ 11-ში უნდა მოვიწვიოთ ეს როგორ ვჟელობთ ამაზე, რომ შემოვიდა. არა, 11-ის შემდეგ 3 დღე უბრალოდ ქვეყნდება წარმოდგენილი განაცხადები, მერე უკვე მოწვეული იქნება სხდომა იმისათვის, რომ პირველი ტური ჩატარდეს, განხორციელდეს კენჭისყრა. და პირველი ტური გამახსენეთ რა არის? ეს არის კენჭისყრა წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად, ვინ გადავა შემდეგ ტურში. ამასაც ჩვენ ვამოწმებთ აქ. ცხადია. ზოგადად წარმოდგენილ დოკუმენტებს ნახულობს აპარატი, თუმცა თქვენ ამ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უკვე იღებთ გადაწყვეტილებას, ვინ გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. ეს არის დაახლოებით 11-დან აი დაახლოებით 10 დღის. ხო, 11-ში გადავწყვეტოთ მაშინ როდის არის ეს? კი ბატონო. დაახლოებით უფლებამოსილება ამ შემთხვევაში მაშინთვე გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს, ვინაიდან სამწუხაროდ ვადა მანამდე დასრულდა უფლებამოსილების.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად 22 ნოემბრამდე ქონდა ბატონ ლადო ტატიშვილს უფლებამოსილების ვადა, მაგრამ ვინაიდან 1 სექტემბრიდან მან გადადგომის შესახებ განცხადება შემოიტანა, უკვე ეს ვადა, ასე ვთქვათ, მანამდე მოდის 1 სექტემბერს ჩვენ მხოლოდ 11-ში ვამთავრებთ განაცხადების მიღებას, აქედან გამომდინარე ცხადია, უფლებამოსილება დაიწყება თქვენი გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს. ანუ 11 ნოემბერს აღარ დაელოდება ცხადია ახალი დიდი მადლობა, ხდება დასრულებული.